მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ჩემო ქართველებო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მკინეულ თემაზე მინდა გესაუბროთ, ჩემთვის როგორც თერჯოლელისთვის. თერჯოლის ახლად არჩეულმა მერმა, ბატონმა მანუჩარ რობაქიძემ გააზიარა ვინმე ლევან ჩოტორილიშვილის პოსტი, რომელიც თავის მხრივ ამართლებს არაბულ ოკუპაციას, ორი არაბული ქალაქის აშენებას და 10,000-ობით და 100,000-ობით მიგრანტის საქართველოში შემოყვანას. მოდი ეს პოსტი წაგიკითხავთ და ერთად გავაანალიზოთ. ჩემს პოსტს არაბული ინვესტიციაზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, შევეცდები გავცე პასუხი კრიტიკულ მოსაზრებებს. შეკითხვა: ფულის ამღების სუვერენიტეტის ზღაპარია. რა მნიშვნელობა აქვს ფული დაგიპყრობენ თუ იარაღით? რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არსებობს, ლეგიტიმური შეკითხვა და როგორ პასუხობს ვინმე ლევან ჩოტორლიშვილი თავის პოსტში, რომელიც თავის მხრივ გააზიარა თერჯოლის ახლად არჩეულმა მერმა ბატონმა მანუჩარ რობაქიძემ. მესმის, რომ არაბები არ გვიყვარს ისტორიული ამბების გამო, მაგრამ ინვესტიცია სიყვარულის გამო კი არ კეთდება, ქვეყანა გადარჩენისთვის იბრძვის. არაბების პერსპექტივითაც შეხედეთ, ნაცვლად იმისა, რომ თავის ქვეყანაში ჩაედოთ ფული, საქართველოს მთავრობამ შეაცდინა მათი ოლიგარქი და საქართველოში ადებინებენ ფულს. მეგობრებო, არ მოგესმათ, საქართველოს მთავრობამო მათი ოლიგარქი შეაცდინაო და საქართველოში ადებინებენ ფულსო. არაბებს, რომლებსაც 400 წელი ეპყრათ თბილისი, არაბეთის სახალიფოს დროს და აღმაშენებელს უდიდესი ბრძოლები დაჭირდა მათი თბილისიდან გასაყრელად, ფულს აკეთებს ეს ხელისუფლება და შემოყავთ არაბები. მალე საქართველოს ქართველების აღარ იქნება. ეს იცის ყველა. მათ შორის იცის ბატონმა ავტორმა ამ პოსტისა და რა თქმა უნდა იცის ახლად არჩეულმა ქალაქის მერმა. გავაგზავნოთ შემდგომ. შეკითხვა: მაღალ ტექნოლოგიებში და არა ტურიზმში. ანუ ხო არის რომ მაღალ ტექნოლოგიებში ჩაიდოს ინვესტიცია და ტურიზმში კი არა. პასუხი: მაღალ ტექნოლოგიებში იმისთვის რომ ინვესტორი მოიზიდოს, შენი წილი კაპიტალი უნდა დაახვედრო. ეგ კაპიტალი არის განათლებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს არ ჰყავს. არ მოგესმათ ქართველებო. ეგ კაპიტალი არის განათლებული მოსახლეობაო, რომელიც საქართველოს არ ყავსო. ვინ დაუშალა, ვისი ბრალი არის, თუ კი ჩვენი საზოგადოება გაუნათლებელია. ჩვენ საზოგადოებაში არ მოიძებნება განათლებული ფენა, რომლებიც ტექნოლოგიებს აითვისებდა. ანუ პროფესორი მასწავლებლებს შეურაცხყოფას აყენებს და ყოველი ადამიანი უმაღლეს ამთავრებს. განათლების სისტემა ისეთი, ვინაც სკოლა დაამთავრო 99% სტუდენტი ხდება. გაუნათლებელი ხალხი რო ყავს ქვეყანას, თუ კი მის ლოგიკას მივყვებით, ვისი ბრალია ეს? ხელისუფლების ბრალი ხომ არა, 13 წელიწადი რომ გადააგვარა ახალგაზრდობა, მცდელობა გადაგვარების. კიდევ ვიმეორებ, ტექნოლოგიებში იმისთვის რომ ინვესტორი მოიზიდოს, შენი წილი კაპიტალი უნდა დაახვედრო. ეგ კაპიტალი არის განათლებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს არ ჰყავს. ამას ამტკიცებს ხელისუფლების გამყიდველობის გამპრავებელი. შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. ჩვენ გვინდა ინვესტიციები ფაბრიკა-ქარხნების განვითარებაში. და რას პასუხობს? ვინაპირებთ ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობას? მაგას ჭირდება ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი ახალგაზრდები.
არ მოგესმათ, მეგობრებო. ფაბრიკა ქარხნებში მუშაობასო ჭირდება ჯანსაღი ახალგაზრდებიო და არ აღყავს ჩვენო და უცხოელები, მიტო უნდა შემოვიყვანოთო. იქ სამუშაოთო. ქართველები ქვეყნის გარეთ უნდა გაირეკოს და აქ უცხოელები უნდა შემოვიყვანოს, იმიტომ რომ არ ვყავსო ხალხიო. და ამას აზიარებს ახლა დარჩეული თერჯოლის მერი ბატონი მანუჩარ რობაქიძე. ისმის კითხვა. რატომ აზიარებს ამ პოსტს? ვერ ხვდება ტექსტი რა არის? ყველა ზუსტად ხვდება, ჩემო ძვირფასებო, რა არის. მაგრამ კომფორტი და კარგი ცხოვრება მოიწყოს ხალხმა თანამდებობებით და ზემოთ ვინც ავალებს, მათგან არის დავალებული. ამ პიროვნებას თერჯოლაში მასიური მოსახლეობა არავინ იცნობდა და არც არავინ აირჩევდა ქალაქის მერად, რომ არა ქართულ ოცნებაში ზემოთ კრიშები რო არ ყავდეს. ეს ვიცით ყველა. ახლა მეორე მიზეზი და მათთან არის დავალებული და დაევალა მას, რომ უნდა გააზიაროს ეს პოსტი, თორემ ამ თემაზე სხვა პოსტი არ აქვს. მეორე მიზეზი, რისთვისაც აქვს გაზიარებული ეს პოსტი, რომ თერჯოლაში და ყველა რაიონში, მათ შორის თერჯოლაშიდაც არსებობს ადმინისტრაციული რესურსი. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რაზე უნდა ილაპარაკონ და როგორ. აბსოლუტურად ყველა ხვდება, მეგობრებო, რომ ქართული ოცნების მხრიდან ამ ეგრეთ წოდებული ინვესტიციების საქმე გვაქვს უპრეცედენტო სამშობლოს გამყიდველობაზე. დიდძალი ფულის გაკეთება სამშობლოს საქართველოს უბედურებაზე. ყველა ხვდება, მეგობრებო, ამას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გარჩეული მერი ამ პოსტს აზიარებს, ჩუმად უნდა გაჩერდეს ადმინისტრაციული რესურსი, ეს არის საკრებულოს წევრები, იქ მომუშავე პერსონალი, გამგეობის თანამშრომლები და მათთან დაახლოებული დაკავშირებული პირები. გამგებელმა გააზიარა, ასე რომ ჩუმად იყავი, თორემ მე მინდა თქვა კიდევ მესამე მიზეზი. ყველა ხვდება ამას, რა ღალატთან გვაქვს საქმე. მაგრამ როგორც მოარული ხმები ამბობს და თუ დაუჯერეთ მოარულ ხმებს, ბიუჯეტთან ხარჯვის გამო ახლა დარჩეულ ქალაქის მერს ციხის კარამდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი კი არა, ნახევარი ნაბიჯი არის დაშორებული. შესაბამისად ის გააზიარებს ყველაფერს, რასაც დაავალდებულებენ, თუ კი ამ მოარულ ხმებს დაუჯერებთ. საზოგადოება, რომელიც ჩუმად არის ამ გამყიდველობაზე და თავს უქნებენ იმის გამო, რომ ბატონმა მანუჩარმა ასე თქვა, მე თერჯოლის საზოგადოებას გულისხმობ, არანაკლებ პასუხისმგებლობას კისრულობს სამშობლოს ღალატთან მიმართებაში. გირჩევდით პატივისცემით, როგორც ადამიანური პატივისცემით გირჩევდით, თავი დაანებეთ სამშობლოს გამყიდველობის გამართლებას და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის ხარჯვის დეტალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენივე თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებებით არ აღმოჩნდეთ თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ღმერთმა მიმადლოს ქართველ ერს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და ღმერთმა შეაყვაროს ქართველს საქართველო.